ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ტამპარამ პამ 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 ადამიანები რომლებმაც ცეკვავენ ვარსკვლავები და ჩვენი გულები მოიგეს ლუკა ჯანიშვილი და ელენე დავითაია დიდი მადლობა სტუმრობისთვის და რუმბა ქაურობას. გენაცვალეთ, ესე იგი, ამბობენ ხოლმე ხშირად სხვათა შორის, რომ აი ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეების სახელები არ იციანო კარგადო და ნამდვილად დღეს ეს ასე არ არის, ჩემო ლუკა და ელენე. დიდი მადლობა მორწალებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. გაიხარე, ესე იგი მე-14 სეზონის გამარჯვებულებს მოგესალმებათ მე-5 სეზონის გამარჯვებული. მე გახლავართ მე-8 სეზონის გამარჯვებული. სიტყვას დავიწყები ხარ, ჩემო. სამი გამარჯვებული შევიკრიბეთ. სამი გამარჯვებული. ფაქტიურად ეხლა ისე გამოდის, რომ ჩვენ დღეს გამარჯვებულების რაღაცა კორპორატიულ საღამო გვაქვს ფაქტიურად. კი ბატონო. გენაცვალე, ესე იგი ძალიან კარგი პროექტია, მე რო ვაკვირდები ეს ცეკვავენ ვარსკვლავები რა. ყველაფერს თავი რომ დაანებო, ცეკვასაც სწავლობ და ინგლისურსაც ჩერტყვევისგან. ნამდვილად. რომ ვაკვირდები, ჩემო ლუკა, რანაირია ეს ცხოვრება, ხალხი ესე იგი იპოთეკურს ეს საკეთებს ხოლმე ბინა რომ შეიძინოს და ზოგი კიდე ჯაივით იგებს. რას ვიზავთ? ხო, მე მგონი არ უნდა იყოს უკმაყოფილო ამბავი, ხო? გაიხარე. ისე ჩვენში რომ დარჩეს, ახლა ერთნაირი ბინები კი მოვიგეთ ჩვენ, ახლა პლუს მინუსით, მაგრამ ამიკო ცოტა სიმაღლეში რაღაცნაირი რო ძალიან ედიდება ეს ბინა და ჩვენში დარჩეს არ უთხრა, მაინც არ გააგებინო. ისე ლუკა მაინც რო იცოდე, მაინც ახლა შენ ახალი გამარჯვებული გაქვს ახლა ეს პროექტი და არ გეცოდინება ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულების ბინების ლიფტის ფულს მეუკრიბავ. ხო და ჩემზე გექნება მოსაცემი. არ არის პრობლემა. ხო, ასასილარი, იმიტომ რომ ლიფტის თვითონ ისეთია რა მაგარი. ასე იაფია კაცო. კი. იაფია. წლიური არ არის, ეგ დღიურია. დღიური? მაშინ სხვა ამბავია, თქვენზე ამბობენ რომ ყველაზე ლამაზი წყვილების კონკურსი რომ ჩატარდეს, მეორე ადგილს აიღებდნენო. პირველს ვინ აიღებს? ხინკალი და არაყი. კი ბატონო. ესე იგი ყველას ადვილი გონია პროექტში მონაწილეობა და ეს ცეკვა და განსაკუთრებით ეს სპორტული ცეკვები, სამეჯლისო ცეკვებს რომ ეძახიან კიდევ და არ არის ეს სწორი, მართალი გითხრა, მე 1-2 ისე გამწარდი, სულ quick-step-ით გამოვიქეცი იქ. ეს დამახსოვრებული მაქვს quick-step-ი ვიცი რა რაც თავია. ეს კარგად გახსოვს quick-step-ი. მეც ჩვენს მაგრად ვარ სტილი. რომელი გარბის და რომელი მოსდევს? მე გავიქეცი და ეს მომდევს. ჩვენ ჩავიხლართეთ quick-step-ზე, ამიტომ კი გენასეგი. ლუკა, შენ ხარ. კარგად რო ცეკვავ გასაგებია თან ყველა ჟანრში. კარგად რომ ღერი ასევე ყველა ჟანრში, ესეც ყველამ კარგად ვიცით, რაღაც თქმა უნდა. მადლობა. ფაქტიურად ეხა იუმორინაშიც გამოსულ ხარ არა მარტო სიმღერი ცეკვი და ერთადაც გვიცეკვია და რომ გიყურებ ჩემი ახალგაზრდობა მგონი სასიამოვნოა ეგენასალე ესე იგი თამადობა გააკლია და ფაქტიურად ერთი ღამის შოუს წამყვანიც თუ რომ გახდე ყეზე არა შეგიძლია ოღონდ რაღაც ნაკლებ რეიტინგულ ტელევიზიაში ხო ცოტა დაბალ რეიტინგული არ არის პრობლემა ელენე ახლა შენ მინდა კითხო ესე იგი როგორც გავიგე და მოარული ჭორები დადის სამის შესახებ ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვსო ხო და რომ ვიცოდე როდის ფეთქები რომ გავიწიო ცოტან გავიდეს მე მგონი დღეს აქ არ გემუქრება თქვენ ისე არის ვარჯიშის დროს ხანდახან კი ნაკლებად როცა საჭიროა გააჩნია ხო ანუ ვისთან ერთად ვარჯიშობ მოსავლეს ეს ახლა მოსავლებში გადის თუ ეს მოსავლე იყო კი ურჩი ხომ არის ურჩი არა პირიქით აი ხა მაგას ვერ იცი გამორჩილი ყოჩახ იმიტომ რასაც მეუბნეო და ყველაფერს პირნათლად ვასრულებდი მე მგონი ხო ესე იგი ელენე აგერ შენ ამბობ რომ შენი ცხოვრების დევიზია იცხოვრო დღევანდელი დღით ასეა ხო მართლა არ მახსოვდა მარიხი გამახსოვდა მე რას ვაკეთებ აბა სხვათა შორის აი ჩემი დევიზიც ეგ არის აი დღევანდელი დღით ცხოვრება მაგრამ აი მეორე დღეს ცოტა თავი მტკივა ხოლმე მეცეკრე ერთი მინუსი აქვს მაგ ამბავს ხო და ისე
ეგეც ნათქვამი ხო ხედავ, აი ამოწერილი მაქვს შენი ფრაზები ფაქტიურად. ესე იგი, პრობლემას, აი მე თვითონაც რომ აქვს ხოლმე რაღაცა პრობლემა, იმაშიც კი რაღაც დადებით ვხედავ. რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა, აუცილებლად დადებით ვეძებ და პოულობოდა. დიდი პრობლემა კი არა, ერთი პატარა პრობლემა მაქვს მე, მაგრამ ვერაფრით დადებითი იმაში ვერ დავიჭირე. პატარა პრობლემა ეძახე შენ. ესე იგი, ჩემო ლუკა, ეხლა ცეკვაში კი გამოიჩინე თავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ ისე კარგად ვღერის, სიმღერა მთლად დავიწყებული არ უნდა გქონდეს. არა. და ექსპრომტად ერთი სიმღერა ერთად რო ვიმღეროთ, დიდი სიამოვნებაა. შეგენახავ. ნუ გგონია ქალის გული ძმობილო, გაზაფხულის მზით გამთბარი ხოვავილი, შესახედათ ლამაზი და სამო, მოსაწყვედათ ადვილი. სიყვარული არ იქნება ძალა და როგორც ძალა ისე ძალა თავის ძალა და სიყვარული არ იქნება ძალა და როგორც მოვა ისე ძალა თავის ძალა და ვარზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზე ხილად იყავ მეგობარო ხილადა თორემ ერთი გაღიმება იცოდე დაგიჯდება ძვირადა სიყვარული არ იქნება ძალა და როგორც მოვა ისე ძალა თავის ძალა და სიყვარული არ იქნება ძალა და როგორც მოვა ისე ძალა თავის ძალა და დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ცოტა ინერვიულე, ხო? საკმაოდ ცოტა არა. მეც ვინერვიულე, მაგრამ ნერვიულობა ახლა ნახე შენ და თქვენ, იმიტომ რომ ჩერტკოევი მონაგონია ისეთი ტროლი და ბოტი მყავს. ვაიმე. გუგა და ონისე. მოდი. აბა, გუგა და ონისე, დღეს თქვენ ტროლი და ბოტი აღარ ხართ, დღეს ჩათვალეთ რომ ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალია და თქვენ ხართ გოჩა და შორენა. ჩვენი სტუმრები არიან ელენე ჭანიშვილი და ლუკა დავითაია. გვარები აგერია. ჯანგი იგებს ხალხი. ლუკა და ელენე ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულები არიან. მე ჩარა ვთქვი რატო არ მეცნობიან თქო. ჩვენი სტუმრებიდან ერთი ცნობილია და მეორე ისერა. გეიგი ახლა რომელია ცნობილი და რომელი ისერა? გუგა, ვარსკვლავი რომელია ამათში? ის ლამაზი როა, ლუკა. აი. მინდა გითხრათ რომ არ გეთანხმებით, არაფერ შუაში არ ვარ, მე თავიანთი დაწერილია, მე ვაღიარებ რომ ბევრად უფრო ლამაზი ხარ ლუკაზე. რა გითხარით მე თქვენ? ცეკვავენ ვარსკვლავებში ისეთი უცნობი ხალხი ცეკვავდნენ, ვინ არის უფრო იყოს. ელენე და ლუკა მის შემაგრად იცეკვეს. ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალში ბრიტანეთმა იმედი დაასანქცია. ალბათ მივხვდით ვინ იცეკვა პოსტივიში ბრიტანეთმა ჩვენც რო დაგვასანქცირა. ცეკვავენ ვარსკვლავებში რატომ მიიღეს მონაწილეობა? კაცი ბინის გამო რას არის კადრებში. ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია ისეთი ლამაზები არიან, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ. მართლა? მაშინ იქით ამ მომწონს და აქეთა შენ. შენ გაგიმართლობა. ლუკა ჭანიშვილი ისეთი იდეალურია, გონი არც არსებობს. ლუკა ჭანიშვილის ქუჩაში ღმერთო გამახსენე რა ქვიას ეძახიან. ლუკა ჭანიშვილმა თავის განული ცხოვრებას თვალი გადაავლო და მიხვდა რომ ჯერ არ გაუვლია. ლუკამ ბათუმში მოიგობინა. თბილისში იცეკვა და ბათუმში მოიგობინა. მერე ჯერ ბათუმში ეცეკვა და თბილისში მოიგობინა. ლუკა ჭანიშვილმა ცეკვით ბინა მოიგო და ახლა სიმღერით არ ემონტებში. ერთხელ ლუკა ჭანიშვილმა ქორწილში ისე მაგრად იცეკვა, დადებული ფული უკან დაუბრუნეს.
ლუკა ჭანიშვილი ქართულს ისე მაგრად შეგვავს, საერთოდ არ ჭირდება გოგო მეწყვილე. ნეტა ლუკას მეუღლე ელენეზე არ ეჭვიანობს. არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვაეჭვიანოთ. ანდაც როგორ გინდა არ იეჭვიანოს, ასეთ გოგოს რო ხელში აიყვანდა. ამ ეტაპზე საკმარისია. ლუკას უამრავი ადამიანი ურეკავს და წერს, ელენე დავითაიას ნომერი მომეციო. ელენე დავითაია არის სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოცეკვავე. სამეჯლისო სპორტული რას ნიშნავს? თარო ცეკვა და თანფეხბურთს რო თამაშობ. სხვათა შორის ცეკვების დროს ელენეს მეც დაუმესიჯე. ონი შეხედავ რა გოგოს ვემესიჯებოდი. ელენე დავითაია ჯერ არ გათხოვილა და უკვე ქმრის გვარზე გადავიდა. ლებს უტრო ბიჭო. აბა დავითი ვინაა? ელენე დავითაია ხანდახან გია დავითიანში ეშლებათ. ლუკა ჭანიშვილი რო შეაბრუნო, დავითაია ელენე გამოდის და დათო ფორჩიძე რო შეაბრუნო, ვოიში. დათო, შენ რას ფიქრობ? ამ წვილზე. დანებე ეჯინოს. ელენეს ჰობი მუსიკის მოსმენა ყოფილი. რას კიდე ეკიდე ბიჭო ამ ელენეს? ლუკას გადაკიდებას, ელენეს გადაკიდება არ ჯობია. ცეკვანო ვასკლავებში რო დაგიჯახო ნონი შეჭახვალ. რა თქმა ბიჭო ცეკვანი ვასკლავები, ეგერ ბიძაცემთან მიუშავებ შენებლობაზე, იქ მაინც მაჭმევენ. ყველას გვაინტერესებს თქვენ გეჩოდინებათ. ცეკვანო ვასკლავების ფინაში გოჩაჩეტკოვის მართლა გია ჯაჯანი წეჩვა. წავით ახლა, თუ რამე გეწყიდა ელენე, მე მითხარი ახლა. ერთხელ მაინც გქონდეს შენთან გამოლაპარაკების შანსი. იმედია თქვენ ციცინეთ ჩვენ ხუმრობებზე. თუ რამე არ მოგეწონათ, ზურას დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. მოკლედ ლუკა და ელენე თუ რამე გეწყინათ გოჩაჩეტკოელს უთხარით. ჩეტკოელი ზურას ეტყვით, არ ამგონია ზურამ ჩეტკოელის ქართული ეიგოს. გერაცვალეთ, დიდი მადლობა. აბა, ტყუილა ინერვიულეთ მე მგონი, ხო? კარგი იყო ტყუილა ინერვიული. კარგია. მაშინ ახლა ცოტა ჩვენს რომ აგვანერულო და აგვაფორიაქოთ, იმდენად იდეალური გამოვიდა თქვენი სტუმრობა, რომ აიც ერთი კარგი მსუყე წერტილი რომ დავსვათ, ცეკვით, აი ამაზე რას მეტყვით. აუცილებლად. მოიწიეთ. აბა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ცეკვანი ვარსკვლავების გამარჯვებულები ელენე დავითაია და ლუკა ჭანიშვილი.